აზრით რა საჭიროა პოდკასტის გადაღების დროს სარკე? აბა დამიწერეთ კომენტარებში. მე ვწერ მხოლოდ პოდკასტებს ხოლმე ესე კუსტარულად რა. გიორგი, აჩი, კალატოს. რა თუ ვერ მიხდით ამა გიორგიზე იყო საუბარი მახარა. როგორ ხართ? მომიშათ მეგობრებო რა. YouTube-ზე ყველგან სადაც მოგიხერხდებათ რომ მაგათ პოდკასტში მიმიწვიონ. ანუ თუ პოდკასტში მინდა ადამიანებს სხვადასხვა ცნობები გვაქვს. მე მაქვს ცნება რომ თუ პოდკასტში მიმიწვიონ. ეს არის შაბათი 9 მაისი და მოდი გამოვყევით პოდკასტის გადაღებაზე. დღეს ვწერთ 2 ეპიზოდს. მიკროფონი მედია ჩავდეხან და შემოვაწ. მედია მიკროფონი დღეს ვწერთ 2 ეპიზოდს. პირველ ეპიზოდში, ანუ ჩაწერის პირველში და ისე მე-6 ეპიზოდში გვეყოლება გეინო იმერლიშვილი, რომელიც არის მოდუსის პროფესიის საგანმანათლებლო სივრცის ხელმძღვანელი და მეორე ეპიზოდში გვეყოლება ისტორიის მასწავლებელი. რომელიც დარწმუნებული ვარ ყველამ კარგად იცით და ჯერჯერობით არ ვიტყვი მის სახელს და გვარს თუ გამოიცნობთ კომენტარებში ძალიან გამიხარდება. ჩავწერთ 2 ეპიზოდს და გაჩვენებთ სრულ პროცესს. მე ვწერ მხოლოდ პოდკასტებს ხოლმე ესე კუსტარულად რა. კამერის უკან არავინ არ დგას, სარკე მიდგას ხოლმე და წერთ რაღაც უცებ სტუდიას გადავაწყობთ ჩემი მეგობრების სივრცის და ვაკეთ გამოვყავით დღევანდელ დროში. ავტობუსი მოვა 4 წუთში. თუ მარშრუტკა მოვიდა, მარშრუტკას გავუყობი. ახალი რუსთავიდან ძველში გავდივარ. და ეს დაკუჭული შარვალი არ შეიმჩნევა პოდკასტში, მხოლოდ ზედატანის გამოვჩნდები. ვერავი გქონდა მანევრებიდან და ჩავისერდი შემშეკავი ხოდნიცა, მითხრა და რა ისე როგორც ამცია და შემცირდა. ეს ესენაცია და ცხოველია. ანუ ეს მოიყურება ეს ულამაზესი სივრცე, რომელსაც ვიყენებთ პოდკასტისთვის. უბრალოდ ახლა ამას გადავაკეთებთ და ვნახოთ როგორ. და აი ასე გადაკეთდა ჩვენი სივრცე. ეხლა ულამაზი იყო, მაგრამ ამ ფონზე ვიღებთ ხოლმე, ამიტომ შედარებით რაღაცებს ვანაცვლებთ. და ახლა დავიწყებთ გადაღებას. სარკე რაში გვჭირდება? ამაზე Instagram-ზე იყო გამოკითხვა და მაინტერესებს ვინ გამოიცა. სანამ სტუარი მოვაწყო სეტი და ეხლა ვნახოთ რა დევს ჩემს ჩანთაში პოდკასტის გადაღების დროს. რა თქმა უნდა, ლეპტოპი კითხვებისთვის და ჭიქები წყლისთვის. შეიძლება და საერთოდ არ დამჭირვებოდა სპონსორი მყავდა, მაგრამ სად არის სპონსორი და კაი ცხოვრება. დევს კალმების უბრალოდ დამრჩა. მეორე საროჭკა, იმიტომ რომ მეორე პოდკასტიც უნდა ჩავწეროთ ეპიზოდი, მიკროფონი. დევს ლეპტოპის და ტელეფონის სატენი, იმიტომ რომ ტელეფონით ვიღებ და ლეპტოპისთან უნდა დამიჯდეს. ნუ კალმები დევს და აქ რაღაცები გვიდევს კიდე. ტუჩსაცხი თუ დამატება დამჭირდა, ფანქარი, სახლის გასაღები, ტუში და სარკე. ეს დევს ჩემს ჩანთაში მაშინ, როდესაც პოდკასტს ვწერთ. და დიახ, სარკე არის იმისთვის, რომ აი აქ რა ვისხდებით, უკან რო არავინ არ არის, მარტივად შევძლო მე თვითონ კონტროლი იმის ჩაწერა მიმდინარეობს თუ არ მიმდინარეობს და ყველად არ ვილაპარაკო სტუმრთან ერთად. მე მენამდე მასწავლებელი ვარ, მეტი საინტერესო კონტენტისთვის გამომიწერე ყველა სოციალურ ქსელში, სადაც შეგხვდები. ხო, ძალიან ბევრი ადამიანი მიყურებს და არ მიწერს და გავბრაზდები. აღარ უპასუხებ იმ ადამიანებს პირად შეტყობინებაში, ვისაც არხი გამოწერილი არ აქვს. დიახაც.